ზონებს ხედავთ და წესით უნდა დაინახოთ. ეს არც მეტი, არც ნაკლები არის ზღვის მოქმედების კვალი. ანუ ზღვა ალგის სახით თქვენ ხედავთ როგორ უკავდა ამ კედებს. ეხლა შეიძლება ითქვას საიდან ვიცით რომ ეს ტალღა ის იყო და არის ეს ალგის მოქმედების შედეგი. მარტივად მაგ პასუხი. აი ამ ადგილებში ნანახი არის ზვიგენის ტბილი, ვეშაპის მალა და აი ცხოველების გარდა ცხოველებს შევეშვი. ჭიათურაში რამადანია მანგანუმი დედამიწის ზედაპირზე არსად არის ლექება თუ არ არის ცხელი ოკეანეში ლექება. ზღვაში, სიმზღვაში, დინარეში, აბაზანაში, ლახანყაში, სათლში, ხო იცით რა? ვედრო. არის ლექება. ანუ ეს არის კანონზომიერება. როგორც ახლა თქვათ ხედა ღამე არის, ისე არის ეს კანონზომიერება და შესაბამისად, მეგონი ისედაც მომისმენთ. აი ეს ალგების ფრაგმენტები არის ზღვის მოქმედების კვალი. და აქ მთელი ჭრილი ჩანს ზღვა როგორ იწევდა ზევით, როგორ იწევდა ქვევით. და აი ზღვა სადაც იყო აი ამ პერიოდში. ნახეთ, აი ამ ადგილას იქიდან მოდიოდა წყალი და ზღვა აქ იყო, აქ შედიოდა. ანუ ქვევით არ ჩამოდიოდა. ზუსტად იმ პერიოდში აი ეგ არის ერთი ღვინე, ნიშნავს რომ აქ ზღვა იყო. სადაც ტაძარია, იქ არის მეორე ზღვანაირად ეს დეწამოიძო. გამორიცხულია, სხვა ვერსია არც განიხილება და არც უნდა განიხილება. ასე რომ ეს ყველაფერი ასე უყურეთ, მთელი ეს კანიონი რაც ჩვენ გამოვიარეთ, დაახლოებით კავკასიის სოფლიდან აქამდე 10 კილომეტრი.